თავს არ ვარიდებ პასუხისგან, ეგრე არის ფიქრობთ. მეც იგივე კითხვა მაქვს. ანუ თქვენი აზრით ეს ხო პოდკასტია. ვიქნებით გამადიდებელი ლუპის ქვეშ, პირველ რიგში რა თქმა უნდა UEFA-ს და FIFA-ს მხრიდან. ზაფხულამდე არ შეგვიძლია სატრანსფერო აქტივობის წარმოება. როდის გავა დინამო ბათუმი ევროტურნირებზე? სტრაფი შედეგი კი ბატონო ძალიან კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში აკლია ხოლმე მდგრადობა. შეიძლება ხა თქვენ ან ნებისმიერ სხვა კლუბისგან გულსა თქო რომ აი მომავალ წელს გაგიყვანთ რაღაცა ისეთი შეცდომა დაუშვით, რაც იყო ესეთი რა მიუღებელი. აი 10000 და გადავაბრალე სხვა მოვლენას. კითხვის ადრესატიც არის ხოლმე აცდენილი. თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ აი ფედერაციას იყო მოთხოვნა და არ უნდა ყოფილიყო ფედერაციას თუ შეუძლია რომ რამე გააკეთოს. მაინც და მაინც ფედერაციას. ანუ სხვას რა შეუძლია? არა, რას უნდა ვფიქრობდე? ვეთანხმები რომ ეგრე უნდა მოვიქცეთ და ეგრე არ უნდა მოვიქცეთ, რას თქვა. გამარჯობა, მე ნიკა თევდორაძე ვარ და თქვენ უყურებთ ყვითელ ბარათს. შეგახსენებთ რომ აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატზე და ვსაუბრია ვსაუბრობთ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უშუალოდ სხვადასხვა ფორმით მონაწილეობენ საქართველოს ჩემპიონატში. დღეს ჩემი სტუმარია დინამო ბათუმის გენერალური მენეჯერი ნიკა ჭღარკავა. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობა. დარწმუნებულად ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ახალი მენეჯმენტის ხედვები და მოსაზრებები და აქვე მინდა ობიექტურობისთვის თქვა რომ ისე იყო დაგეგმილი ჩვენი ესე ვთქვათ შეხვედრა და ამ გადაცემის ჩაწერა რომ პირველი ტური უკვე ჩატარებული უნდა ყოფილიყო თან ძალიან საინტერესო შეხვედრით იწყებდით თუმცა დარწმუნებულად მომავალშიც გვექნება ამის შესაძლებლობა. დავიწყოთ ესე ვთქვათ, შედარებით მარტივი კითხვით, რამდენიმე თვის წინ მიხვედით დინამო ბათუმში, რა მდგომარეობა დახვდა ახალ მენეჯმენტს და ამ მცირე მონაკვეთში რისი გაკეთება შეძლებთ, ანუ პირველი ყველაზე დიდი პრობლემა რა დაინახეთ, იმიტომ რომ ყველა ვიცით ხო დინამო ბათუმში არც თუ ისე კარგი პერიოდი აქვს და პირიქით ყველაზე რთული პერიოდი უდგას ალბათ და აი რაზე დაიწყეთ პირველი მუშაობა და რა მოასწარით ამ მცირე დროში. დიახ, რამდენიმე თვეა უფრო ასე ვთქვათ აქტიურ რეჟიმში რომ წარმოვიდგინოთ ალბათ 3 თვე არის, რაც კლუბის ტრანზიციის პროექტზე მუშაობს როგორც ახალი მართვის გუნდი, ისე ახალი მფლობელიც და შესაბამისად კომპანიაც, რომელმაც გადაიბარა კლუბი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ესე ზედაპირზეც ჩანდა ეგ საკითხები, რომ საჭირო იყო დავალიანებების და ვალდებულებების მიმართულებით სამუშაოს გაწევა, რაც საწყის ეტაპზე მოხდა კიდევაც უკვე საკმაოდ მსხვილი დოზით და ამჟამად უკვე ისევ ჯერ არის დარჩენილი სარეგულაციო პრობლემები, სატრანსფერო ბანი, გარდა ამისა სხვა ისეთი ვალდებულებები, რომლებიც ასე ვთქვათ უკიდურეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა ამ მომენტისთვის. მაგრამ უკვე ნელ-ნელა რჩება დროც და რესურსიც იმისთვის, რომ წინ გავიხედოთ უფრო და შედარებით უფრო სტრატეგიულ საკითხებზე მოვახდინოთ კონცენტრირება. ხო, მაგრამ პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ეს ფინანსური ნაწილი მთლიანად მოგვარებულია თუ არის რაღაცა? არა, მთლიანად მოგვარებულისგან ძალიან შორს არის, როგორც ფინანსური, ისე სხვა ვალდებულებების სხვა ნაწილიც, მაგრამ პირველ რიგში რაც იყო, ასე ვთქვათ, ჩასახური, ის მოხერხდა და ეხლა ვართ იმ პროცესში, რომ მოვახდინოთ უკვე სრული სარეგულაციო და ბიუროკრატიული ნორმალიზაცია კლუბში, რათა შემდგომში არ გამოიწვიოს აი ამ რაღაც წარსულმა პრობლემებმა რაღაც შეფერხებები. მათ შორის ისევ და ისევ სატრანსფერო ბანის კუთხით, რადგან ეს ბანი რო ავიღოთ ახლა რას მოიცავს და რას გულისხმობს არის არა კონკრეტულ ვადაში რაიმე შეზღუდვა, არამედ დროში კიდევ უფრო ხანძლივი მონაკვეთის განმავლობაში ვიქნებით გამადიდებელი ლუპის ქვეშ სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან, პირველ რიგში რა თქმა უნდა UEFA-ს და FIFA-ს მხრიდან, იმისათვის რომ საომავლოდაც არ მოხდეს იგივე პრობლემების განმეორების შემთხვევაში, ან რაღაც ძველი, ასე ვთქვათ,
აღმოუფხრელი პრობლემების შემთხვევაში კიდევ შეიძლება დამძიმდეს ეს სარეგულაციო აკრძალვები. ამიტომ ცოცხალი პროცესია ჯერ კიდევ და ის რომ თუ დავუშვათ ეხა ვიცით რომ ზაფხულამდე არ შეგვიძლია სატრანსფერო აქტივობის წარმოება, ეს იმას არნიშნავს, რომ ეს მოვა ზაფხული და დამთავრდება, არამედ სრულ რეჟიმში მოგვიწევს მაინც ამ მიმართულებით ყურადღებით ყოფნა, რომ ეს კიდევ უფრო არ გაგრძელდეს მომავალშიც და სადმე წინ არ დაგხვდეს. გასაგებია. აი, გარდა ამისა, კიდევ უფრო კონკრეტულად აი მაყურებლისთვისაც უფრო საინტერესო იყოს, აი შემდგომი გეგმები რა არის, გარდა სატრანსფერო ბანჯის დროს აქტიურობა, გეგმა, გრძელვადიანი გეგმა, რამდენი ხნიანია პირობითად 1 წლიანი გეგმა, 2 წლიანი გეგმა და ამავდროულად ასევე მაინტერესებს, შეიძლება ვიღაცისთვის უინტერესო იყოს და მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ მე მაინტერესებს, როდესაც მოვიდა ახალი ფლობელი, თქვენ პირადად და ის ახალი მენეჯმენტი, რომელიც წარმოადგინა კლუბმა, ანუ თავიდანვე სანამ ესე ვთქვათ ახალი მფლობელი ეყოლებოდა, მანამდე ჰქონდათ კომუნიკაცია და მე მოხდა თქვენი წარდგენა თუ ფლობელი როდესაც მოვიდა, შემდეგ დაიწყო მოძიება იმ ადამიანების, ვინც შეიძლება ჩაერთოს კლუბის მართვის პროცესში. ჩემი აზრით პარალელურად ხდებოდა ეს ყველაფერი იმ დროის იმ მონაკვეთში, როდესაც ახალმა მფლობელმა და ამ ხარემ მთლიანად გადაწყვიტა კლუბის გადაბარებაზე ფიქრი, კლუბის ჩაბარებაზე ფიქრი. ამ დროის ამ პერიოდში, ანუ ტრანზიციამდელ პერიოდში დაიწყო ამ ტრანზიციული პროცესის გეგმარება, რაშიც სხვადასხვა როგორც სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები, ისე საკონსულტაციო ჯგუფებიც და კომპანიებიც იყო ჩართული. კონკრეტულად ჩვენი მართველი გუნდის შემთხვევაში საკონსულტაციო კომპანია Sports Orient-ის მეშვეობით მოხერხდა აი ამ მართველი გუნდის შეკრება კლუბის ირგვლივ და ეს კომპანია იყო ჩართული ასევე ზოგადად ახალ მფლობელთან ერთად ტრანზიციის გეგმარებაში სრულად. ასე რომ ეს თანხმედრაში იყო და პარალელურად ხდებოდა ეს ყველაფერი. შემდგომ უკვე როცა მოხდა გუნდის ოფიციალურად გადაბარება, უკვე ოფიციალურადვე გადავიდა ის სამუშაო ჯგუფი მართვის გუნდში და მართვის პროცესებში ჩაერთო უკვე როგორც კლუბის მენეჯმენტის ოფიციალური მხრიდან. ხო, ეს მაინტერესებდა, იმიტომ მაინც განვარტავ, რომ ჩემთვის პირადად კარგია, როდესაც ახალი მფლობელი მოდის და უკვე გააზრებული აქვს ვის ერთად იმუშავებს, რა უნდა გააკეთოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას და არა. კი, ეს თავიდანვე თამდევი პროცესების შედეგი იყო კი ეს. და აი, ეხლა დღეს ხო დარწმუნებული ვარ, ერთი შეხვედრა გქონიათ შიგნით. გეგმა როგორი გაქვთ, აი რამდენ წელზე გაქვთ გათვლილი, იმიტომ რომ ხშირად არის მაყურებლის მხრიდანაც გულშემატკივრის ხმათა არაერთი კლუბის მისამართით, რომ აი გეგმა გაწერეთ, 1 წლიანი, 2 წლიანი გეგმა დასახეთ, 3 წლიანი გეგმა დასახეთ, აი თქვენ შემთხვევაში რაზე გქონდათ მსჯელობა და გვაქვს. ხო, რა გაქვთ? გქონდა, არა მარტო გქონდა, არამედ გვაქვს, ეს ცოცხალი პროცესია. ჩვენ განვითარების პირველ ეტაპს უყურებთ 5 წლის ჭრილში და ამ 5 წელიწადში ყოველ წელს თავისი დანიშნულება და მიზნები აქვს. ჯერჯერობით ესე მყარად, რა თქმა უნდა, არ ვართ იმასთან დაკავშირებით თუ რა შეიძლება მე-5 წელს, მე-4 წელს მოხდეს, თუმცა ხედვის და სტრატეგიული მიზნების დონეზე საკმაოდ მკაფიოდ ვართ ჩამოყალიბებული თუ რა გვინდა, რა უნდა მივიღოთ ჩვენი კლუბისგან 5 წლის თავზე, რომ განმარტოთ მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება დეტალიზირება ცოტათი მეტი ამ საკითხის. პირველი წელი ვითარებიდან და რეალობიდან გამომდინარე ფიქრობთ, რომ იქნება ნორმალიზების წელი. ყველა მიმართულებით არ იგულისხმება აქ მარტო პირველი გუნდი ან აკადემია, არამედ სხვა საკლუბო ფუნქციებიც, რაც სჭირდება თანამედროვე კლუბს იმისათვის, რომ თანამედროვე საფეხბურთო ეკოსისტემაში კარგად იგრძნოს თავი. დიახ, პირველი წელი სრულად დაეთმობა პროცესების ნორმალიზებას და ყოველდღიური რუტინული პროცესების გამართვას.
და შემდგომ უკვე შემდეგი წლები იქნება უკვე სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმის წლები. ან პირველი წლის მერე მეორე და მესამე წლები ფიქრობთ, რომ აუცილებელი იქნება უკვე უფრო სწრაფი და დინამიური ნაბიჯების გადადგმა წინ, ასევე ყველა მიმართულებით. სადაც შეიძლება ამ ეტაპზე ესე სპორტული რო ავიღოთ სპორტული მიზნების დასახვა ამ ეტაპზე ესე მკაფიოდ არ გქონდეს და პროცესზე გაყოლის მიხედვით გავაკეთოთ ესა თუ ის არჩევანი, მაგრამ ბოლო 2 წელს რაც შეეხება მე-4 და მე-5 წელი ეს უკვე აი ამ პირველი 3 წლის ბაზისის დაბოლოების წლები უნდა იყოს და უკვე როგორც სპორტული შედეგების მხრივ, ისე სხვა მიმართულებებითაც უკვე ხელშესახები შედეგები უნდა მივიღოთ, რათა მოვახერხოთ კლუბის განვითარების შემდეგი 5 წლების დაგეგმა და კლუბის განვითარების ასევე შემდეგ ეტაპზე გადაყვანა. უკვე აი ამ პირველი 5 წლიანი მუშაობის შედეგად. გასაგები. ეხლა ძალიან მარტივი. ეს ძალიან ზოგადად უბრალოდ, იმიტომ რომ ჯერ ჩვენც ყოველდღიური გეგმარების პროცესში ვიმყოფებით ამ ეტაპზე და როგორც გითხარით, აი ხედვის და სტრატეგიის დონეზე ვართ შედარებით უფრო მზად, ვიდრე კონკრეტული გეგმების. მესმის და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ახალი დაწყებული გაქვთ, ესე რომ ვთქვათ, საქმიანობა, მაგრამ მე ეხლა მარტივი კითხვა მაქვს, ასევე რაც დარწმუნებული ვარ, ბათუმის გულშემატკივრის უმეტესობას შეიძლება ქუჩაში რომ შეხვდეს, კითხოს ახალ მენეჯმენტს პირველი რასაც ეკითხება და არა მარტო დინამო ბათუმს ყველას, როდის გავა დინამო ბათუმი ევროტურნირებს. აი ესე მესმის თქვენ რასაც ამბობთ და სწორია ყველაფერი, მაგრამ მაყურებელი ძალიან მარტივად უყურებს ყველაფერს და აინტერესებს თავარი რაც კი ბატონო ფეხბურთის კლუბისთვისაც ხომ მაყურებელი და გულშემატკივარი ამ თავარი შესაბამისად ყველა კითხვა რაც შეიძლება მაყურებელს გააჩნდეს ლეგიტიმურია ჩვენთვის და უნდა გავცეთ პასუხი. როდის უნდა ილოდოს დინამო ბათუმის გულში? მესმის რომ რთულია ამ გადმოსახედიდან, მაგრამ კი ბატონო, არა, გვაქვს რა თქმა უნდა მაგ მიმართულებითაც და ეგ ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, ხო, გვესმის ეგ, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო აუცილებლად რომ კლუბის განვითარება ჩვენი ხედვით არ მოიცავს მხოლოდ პირველი გუნდის განვითარებას და მათ შორის პირველი გუნდის სპორტული შედეგების განვითარებას, ეს კიდევ ცალკე საკითხია. თუმცა რაც შეეხება პირველი გუნდის სპორტულ შედეგებს, იგივეს თქმა შემიძლია, რაც დანარჩენი განვითარების დინამიკის ირგვლივ ვახსენე, რომ პირველი წელი იქნება აუცილებლად ნორმალიზების წელი, შეთამაშების წელიც, თუნდაც ესეც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, არა მარტო სპორტული კუთხით, არამედ მენეჯმენტის მხრივაც და შემდგომ წლებში უკვე ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია იმ თამასაზე სწორება მოვახდინოთ იმ თამასაზე რა თამასაც კლუბის წინა ხელმძღვანელობა მოახერხა კლუბის აყვანა და შიდა ტიტულებზე პრეტენზიის გამოცხადება და ამის შემდეგ უკვე და თუ ეს მოხერხდება რა თქმა უნდა ეს ხო სიტყვებია ჯერ და საქმით არ არის გამყარებული თუ ეს ასე მოხერხდება შემდეგ უკვე 5 წლედის ბოლო სეზონებში, ბოლო 2 სეზონში შეგვიძლია უკვე უფრო თამამი მიზნების გაცხადება და დაუშვათ ევროპულ სარბიელზე პრეტენზიის გამოცხადება წარმატების მიღწევის და ალბათ ეს არის ხო რაღაც ზოგადი ის რო ავიღოთ მაყურებლისთვის, ზოგადი დინამიკა რო წარმოვაჩინოთ სპორტულ შედეგებს რაც შეეხება პირველი გუნდის რო ეს ნორმალიზება საშინაო ტიტულებზე და საშინაო შედეგებზე პრეტენზიის გამოცხადება და ამის შემდეგ უკვე ევროსარბიელი. აი ეს არის ამ 5 წლების მონახაზი. ჩემ პირადად შემიაზრია რომ კარგი ესე ვთქვათ დინამიკაა, იმიტომ რომ შეიძლება ხა თქვენ ან ნებისმიერ სხვა კლუბის გამგვალს ეთქვა რომ აი მომავალ წელს გაგიყვანთ ან რაღაც, მაგრამ რეალურად რო შევხედოთ, ხო, რა თქმა უნდა,
თქვენს და ყველას გავხარდება რომ რაღაცა ისეთი მოხდეს პირობითად ვამბობ ცოტა სასწაული უფრო ქვია მაგრამ რეალურად რო შევხედოთ ხო რაღაცა გეგმას რასაც ითხოვს მაყურებელი გეგმა ეგეთია ცოტა გრძელვადიანია ერთ წელიწადში ცოტა რთულია ხო კი ბატონო დავამატებ იმას რომ ჩვენი შედეგი და ყველა ძალისხმევა რაც კლუბის განვითარების გზაზე რისი გაკეთებაც მოგვიწევს იქნება მდგრადობის მიზნით და მდგრადობის კონტექსტით განხორციელებული და აი ხა რადგან ის თქვით რომ შეიძლება ეპიზოდური ან რაღაც სწრაფი შედეგის დაპირების იმას ვიძახი რა საპირწონეს ასე ვთქვათ რომ სწრაფი შედეგი კი ბატონო ძალიან კარგია მაგრამ ხშირ შემთხვევაში აკლია ხოლმე მდგრადობა ამ სწრაფ შედეგს რაც თუნდაც შეგვიძლია იგივე ჩვენი კლუბის მაგალითზეც ასე ვთქვათ დავინახოთ ხო ძალიან მაღალ შედეგებს მიაღწია კლუბმა საკმაოდ მოკლე დროში რაც ძალიან საამაყოა რა თქმა უნდა ის რომ ჩვენ დახვდა კლუბი რომელსაც ორჯერ აქვს ჩემპიონობა მოგებული ჩემპიონის ტიტული მოპოვებული ბოლო სეზონებში თუმცა კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა რომ ეს ყოფილიყო სხვა მხრივ გამყარებული მდგრადი იმისათვის რომ კლუბი არ ჩავარნილიყო იმ დღეში რა დღეშიც აი ამ დრომდე მოვიდა და ის პრობლემები არ წარმოჩენილიყო რაც გამოჩნდა ბოლოს. აი თქვენ თქვით რომ მდგრადობა და შემდეგ წელს ვთქვათ შიდა ჩემპიონატში ტიტულების მოგება ხო? ბევრი ტიტულებზე პრეტენზიის გამოცხადება. ხო, ბევრი პრობლემათაგან ერთ-ერთი ყველაზე ჩემთვის პირადად არის ტრიბუნებზე გულშემატკივრის ასე ვთქვათ დაბრუნება. ამ შემთხვევაში როგორია თქვენი ხედვა როგორ აპირებთ აი მაყურებლის მოყვანას დაბრუნებას ესე რომ ვთქვათ სტადიონზე. მესმის ეგ ლოგიკურიც არის თითქმის ყველა მაგაზე თანხმდებით რომ როდესაც იქნება შედეგები და მაყურებელს თვითონ ეს განწყობა აქვს რომ აი მოიგეთ და მოვალთ და ასე შემდეგ, მაგრამ ამას გარდა თუ გაქვთ რამე ისეთი ხედვა, რითაც შეიძლება სანამ ეს ესე ვთქვათ დალაგების პროცესში ხართ, მოდი ესე ვიტყვი, აი პროცესში რომ თან დაგეხმაროთ გულშემატკივარი, იმიტომ რომ ყველაზე დიდი ძალა მათ აქვთ ამ შემთხვევაში. ბოლოდან დავიწყებ დაგვეხმაროს გულშემატკივარიდან, იმიტომ რომ წელს იქნება ისეთი სეზონი, სადაც ალბათ ისე დაგჭირდება გულშემატკივრის დახმარება, როგორც არასდროს კლუბის ისტორიაში. რაც შეეხება თავად კითხვას, რომ გულშემატკივარი როგორ დავაბრუნოთ სტადიონზე, ჩემთვის ეს თავარი კითხვაა და ჩვენი გუნდისთვის ეს არის თავარი გამოწვევა, რატომ? იმიტომ რომ თუ ტრიბუნა სავსეა თამაშზე, ესე იგი რაღაცა სწორად აკეთებდა პროცესებს დადებითი დინამიკა აქვს, ხო? შეგვიძლია წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში მოვიყვანოთ მაგალითები კლუბების, რომლებსაც გადაჭედილი აქვს სტადიონები, მაგრამ სპორტული შედეგები და ტიტულები ამას არ უმყარებს, ხო? ძირს და საფუძველს. თუმცა ჩვენ შემთხვევაში ამის თქმა არ მინდა რომ მაყურებლის დაბრუნება სტადიონზე და სტადიონის გავსებას სპორტული შედეგების გამოკლებით ვაპირებთ. არა, ეს მე ჩვენ რეალობაში შეუძლებელიც მგონია. თუმცა ამის გარდა კლუბი მუშაობს უკვე როგორც კომერციული განვითარების ისე საკომუნიკაციო განვითარების სტრატეგიაზე, სადაც აქცენტი გაკეთებული იქნება ზუსტად ამ საკითხზე, გულშემატკივრის ბაზისის გაზრდაზე, გაფართოებაზე, კლუბისთვის სოციალური საყრდენის გამყარებაზე, რაც საბოლოო ჯამში იმაში უნდა გადაითარგმნოს, რომ ტრიბუნები გაივსოს და აქ კი მნიშვნელოვანია ძალიან სპორტული შედეგები, მაგრამ მარტო სპორტული შედეგები არ იქნება გადამწყვეტი და ამ მხრივ ფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერად მიდის გეგმარება ამ ეტაპზე და მე მგონი კარგ სიახლეებს შევთავაზებთ ბათუმელ გულშემატკივარს. პირველ რიგში გსურს, რომ
აი match day experience რასაც ეძახიან დასავლეთში, დიახ, აი ეს კომპონენტები, აი რისგანაც შედგება match day experience-ი, აი კომპონენტების გაუმჯობესება მოახერხოთ და რაღაც პატარ-პატარა ნაბიჯები უკვე გაკეთებულიც გვაქვს, მაგრამ ნუ ჯერ თავარი ნაბიჯები წინ არის კიდევ რა. აი რაიმე კონკრეტული თუ შეგიძლიათ გითხრათ მაგასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ბევრს ადამიანთან გვისაუბრია მაგ თემაზე, რომ ზოგმა რაღაცა კონცერტი ჩაატარა, ზოგმა რაღაც გაათამაშა, აი თქვენ შემთხვევაში აი რა გაქვთ ისეთი კონკრეტული ხელჩასაჭიდი? ხო, აი რაღაც შეიძლება იცით რომ გააკეთებს და შეიძლება რომ გაამართლოს. ამ ხრივ შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ კლუბს აქვს იმის ფუფუნება, რომ წარმოადგენდეს ისეთ ქალაქს და ისეთ გეოგრაფიულ ლოკაციას და ისეთ სოციუმს, სადაც ამ პრობლემის მოგვარება ყველაზე უფრო მარტივია შეიძლება ჩემი აზრით და ჩვენი აზრით დღეს საქართველოში, იმიტომ რომ ისედაც ეხლაც იგრძნობა ამ მდგომარეობაშიც, კლუბის ამ მდგომარეობაშიც იგრძნობა საკმაოდ ერთობა ბათუმში, კლუბის გარშემო და კლუბის მხარდაჭერის მუხტი, ასე ვთქვათ, ხელშესახები არის ქალაქში. სულ აი 2 თვეა, ხო? იქ მიწევს თან მთლიანად კვირის განმავლობაში არ ვარ იქ მიწევს იქით-აქეთ მოძრაობა, როგორც თბილისში, ისე ევროპაში, მაგრამ აი ძალიან იგრძნობა, რომ მოლოდინიც არსებობს და ის მუხტიც ბოლომდე არ განელებულა, რაც დინამო ბათუმს ჰქონდა ბოლო წლების განმავლობაში. უბრალოდ უნდა სწორი ნაბიჯების დანახვა, ჩემი აზრით, საზოგადოებას კლუბის განვითარების კუთხით და ამის პრობლემა არ იქნება, რომ ნელ-ნელა მაყურებელმა დაიწყოს მოედანზე დაბრუნება. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გავიმეორებ იმას, რომ კონკრეტული ნაბიჯებია ამისთვის გადასადგმელი, როგორც კომუნიკაციის, ისე კომერციული განვითარების კუთხით და ნუ აი ჯერ კიდევ ხა ამ საკითხებზე წინ გვაქვს, ასე ვთქვათ, როგორც კომუნიკაცია ისე გეგმარების დასრულება და შემდეგ უკვე აღსრულება იმ ყველაფრის, რასაც დავგეგმავთ რა. აი ხომ არ მომხდარა უკვე ახალი მენეჯმენტის, ახალი მფლობელის და ასე ვთქვათ ამ გულშემატკივრების შეხვედრა, ხომ არ მოგისმენიათ მათი აზრი კონკრეტულად რას ფიქრობენ, რა უნდათ პირველ რიგში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თან აქტიური. რამდენიმე ასეთი შეხვედრა გქონდა, ახალ ინვესტორსაც, ახალ მფლობელსაც პირველი შეხვედრა გულშემატკივრებთან ჰქონდა. მეც პირადად ჩვენ სამუშაო ჯგუფსაც რამდენჯერმე ჰქონდა შეხვედრა როგორც გულშემატკივრებთან, ისე ფან-კლუბთან, ისე სხვა ჯგუფებთან, დაინტერესებულ ჯგუფებთან და რაღაც რა ტერმინი ვიხმარო არ ვიცი, ერთ გვერდზე იტყვიან same page-ზე ვართ ამ ხრივ, როგორც მფლობელი, ისე მენეჯმენტი, ისე გულშემატკივრებიც, ჯერჯერობით ასეთი ვითარება, გავაცანით ერთმანეთს ხედვები, მათი მხრიდანაც მოვისმინეთ. ხო არ გქონია რაიმე კონკრეტული მოთხოვნა რა ეხლა რამის ცვლილებაზე მაგალითად, აი კონკრეტული ნაბიჯი მაგალითად, თავარი ასაც ითხოვენ. ისეთი რაც შეიძლება ესე კონკრეტული მოთხოვნა ჯერ ესეთი არ ყოფილა, არის უბრალოდ როგორც თქვი ხედვა მათი მხრიდან, ჩვენი მხრიდან და ამ ხედვების შეჯერების მიზნით იყო ეს შეხვედრები და მე მგონი ბევრი შეჯერებაც არ დასჭირვებია, იმიტომ რომ დაახლოებით ერთნაირი წარმოდგენა გვაქვს იმაზე თუ როგორ უნდა განვითარდეს კლუბი და ის სპორტული შედეგები და სპორტული სურვილები, რაც გულშემატკივარს გააჩნია, არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს არის მთავარი რიტორიკა, ეს იყო მთავარი რიტორიკა ჩვენი შეხვედრის და უნდა იყოს მდგრადი, რაც მანამდეც ვახსენე. აი გულშემატკივრების ნაწილს ცოტა უფრო სხვა კუთხით დაუბრუნდები ერთი და ვკითხოთ აი ხა თქვენ ახსენეთ მხარდაჭერა ამ დრომდე მაინც აქვს კლუბს გულშემატკივრისგან და ასე შემდეგ და ჩემი დაკვირვებით, ჩემი აზრია, ერთ-ერთი ამის დამსახურება არის დინამო ბათუმის თავარი მწვრთნელი, რომელმაც რაღაცა ამ პერიოდში შეძლო, რომ ყოველ შემთხვევაში რაღაცა არ გავარდა მინიმუმ. არა მარტო. ხო.
აი დინამო ბათუმის გულშემატკივრისთვის შეიძლება კი ყველაფერი ცხადი იყოს და გასაგები იყოს, მაგრამ აი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის რომ ვთქვათ, თქვენი დამოკიდებულება მწვრთნელთან ახალი მენეჯმენტის, იმიტომ რომ ხა არც უცხოს ვამბობ, ხო, ხშირი არის საქართველოში მწვრთნელების ცვლილება, მით უმეტეს ახალი ხელმძღვანელი რომ მოდი შეიძლება შეცვალოს ასე შემდეგ და აი ნეიტრალური გულშემატკივრისთვის რომ ვთქვათ, რა დამოკიდებულება გაქვთ, რამდენად არის ის თქვენს ასე ვთქვათ გეგმებში, ხედვებში და ასე შემდეგ. დიახ. მწვრთნელის ფაქტორზე რომ ვისაუბროთ. კარგ საკითხს შეეხეთ. არა მარტო მწვრთნელის, არამედ მისი გუნდის და ზოგადად ადმინისტრაციის გუნდის დიდი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ კლუბის სამომავლო განვითარებაზე ამ პოზიციიდან. კლუბის ხელმძღვანელობა უაღრესად მადლიერია და პატივისცემით არის გამსჭვალული მთლიანად არსებული როგორც პერსონალის, ისე სამსწავლო შტაბის, ისე ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ შარშანდელი სეზონის მერე ბევრ მათგანს შეეძლო უბრალოდ სხვა გუნდში გადასულიყო, მწვრთნელსაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ წასულიყო სხვა გუნდში, ხომ, მაგრამ ეს ადამიანები დარჩნენ და დღეს იქ არიან, სადაც არიან, რაც ასევე მნიშვნელოვანი განაცხადია და კიდევ ერთხელ მიგუთითებს იმაზე, თუ რაოდენ ერთგულები არიან ეს ადამიანები თავისი საქმის და დინამო ბათუმის. ჩვენი ხედვა ზოგადად ახალი მენეჯმენტის ხედვა ასეთ საკითხებთან არის გრძელვადიანი. ჩვენი აზრით საკლუბო განვითარებას იმ კუთხით განსაკუთრებით თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი მდგრადი იყოს, უნდა მიუდგეთ სტაბილურობის უზრუნველყოფით და ამაში იგულისხმება როგორც სამუშაო გარემოს სტაბილურობა, ისე იმ ადამიანების სტაბილურობა, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებენ. და დიახ, როგორც თქვი, არა მარტო მთავარი მწვრთნელის მიმართ, არამედ ზოგადად ყველას მიმართ და ყველა პროცესის მიმართ ჩვენი ხედვა და მიდგომები არის და იქნება გრძელვადიანი, თუმცა რა თქმა უნდა, სპორტი ხშირ შემთხვევაში თავის წესებს კარნახობს, განსაკუთრებით ფეხბურთი და რაღაც ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს როგორც მენეჯმენტის მხრიდან, ისე სამწვრთნელო შტაბის მწვრთნელების, ფეხბურთელების თუ სხვა ადამიანების მხრიდან, ანუ ეს ორმხრივია ეს ურთიერთობები და როგორც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი გრძელვადიან ჭრილში ესა თუ ის ურთიერთობა კონკრეტულ დაქირავებულ პროფესიონალებთან, ისე არის იქით ამ მხარეც, იქით ამ მხრიდანაც და ხო, ანუ ეს რა თქმა უნდა ყოველთვის იქნება იმის ალბათობა, რომ რაღაც შეიცვალოს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის ყოველთვის და უნდა გქონდეს ალტერნატიული განვითარების გზები პროექტის და მიმართულებების, მაგრამ ამ ეტაპზე და ზოგადადაც და მომავალშიც ყოველთვის გვინდა და გვენდომება სტაბილური ურთიერთობების აწყობა და განვითარება ყველა მიმართულებით. ძალიან კარგი. ეხლა ცოტა გავაფართოვოთ რეალია მთლიან ჩემპიონატზე რო გადავიდეთ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, თავარი გამოწვევა, თავარი პრობლემა სად აქვს საქართველოს ჩემპიონატს შიგნითაც ევროასპარეზეც შიგნით თუნდაც აი გულშემატკივრებზე საუბრობდით, დასწრება რომ არ არის რაღაცა ეს ხშირი ცვლილებები, გადაადგილებები, აი ზოგადად სად არის, რას ვაკეთებთ არასწორად, რა კეთდება არასწორად. თქვენი ახალი მენეჯმენტის აზრი საინტერესო იქნება ამ კუთხით, როგორ უყურებენ საქართველოს ჩემპიონატს. ზოგადი საკითხების წამოჭრა რა თქმა უნდა შესაძლებელია, თუმცა ეხა იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ კლუბს წარმოვადგენ, რა თქმა უნდა არ იქნება მიზანშეწონილი სხვების
მიმართ რაღაც მითითებები კი, არა, მე კონკრეტულ სხვა არა, თავს არ ვარიდებ პასუხისგან, ეგრე არის ფიქრობთ. კი, სიამოვნებით კი პასუხებთ და ჩემთვის პირადად როგორც საფეხბურთო მენეჯერისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მით უმეტეს ჩემ წინა საქმიანობასაც თუ გავითვალისწინებთ, პირდაპირ დაკავშირებულია ჩემი წინა საქმიანობა ამ საკითხთან და რა თქმა უნდა არ იქნება კი ბატონო, არ იქნება სწორი პასუხისგან თავის არიდება, არც მიფიქრია, უბრალოდ კონკრეტული კლუბის წარმომადგენელი ვარ და რაღაც შეფასებებში, რა თქმა უნდა ასე ვთქვათ, დავიჭირო თადარიგი და შემიძლია რაღაც ზოგადზე, უფრო ზოგად საკითხებზე მოგახსენოთ. ეს არის ზოგადად გლობალური და ძალიან რთული საკითხი. ამ საკითხებზე მუშაობენ საექსპერტო ჯგუფები, საკონსულტაციო კომპანიები, სწავლობენ, ანალიზს აკეთებენ და ხშირ შემთხვევაში ისინიც ცდებიან ხოლმე. თუმცა ზედაპირზე რაც დევს, რა პრობლემებიც დევს, ამაზე შეგვიძლია საუბარი. პირველ რიგში ის, რომ უშუალოდ კითხვის დასმაც ხშირად და კითხვის ადრესატიც არის ხოლმე აცდენილი. ხშირ შემთხვევაში მაგალითად ფედერაციის მიმართ ისმება კითხვები, რომლებიც მათ მიმართ არ უნდა დაისვას, ან პირიქით კლუბების მიმართ ისმება ის კითხვები, რაც მათ მიმართ არ უნდა დაისვას და ბევრი აცდენა არის ზოგადად რიტორიკის დონეზე იმაში თუ რა გვეშველება ეროვნულ ლიგას როგორ განავითარებთ, როგორ წავწევთ განვითარების შემდეგ ეტაპზე, კლუბები როგორ გავაკეთოთ ისე, რომ კლუბები მოხდნენ ევროს სარბიელზე და სტაბილური იყოს ეს, ხო? შეგვიძლია ანალიზის, ეს ზედაპირული ანალიზის გზით წავიდეთ, მაგალითად მეზობლებს შევხედოთ, ხო? არის ნოას მაგალითი, არის ყარაბახის მაგალითი. ჩემპიონთა ლიგაში წელს ჰქონდა ყარაბახს ძალიან კარგი წელი, ნოას ჰქონდა UEFA-ს ევროპის კონფერენციის ლიგაზე ძალიან კარგი წელი. ორივე გამოვარდა ეხა, მაგრამ ბოდიში რო გაწყვეტინებ, ძალიან აქტიური შედარება იყო და ყველა მაგას წერდა ქართულის გვერდები, რომ ბოდო გლიმინზე, რომ ავიღოთ ეს მაგალითი მათგან და ძალიან შორს მდებარე თამასა, ეგ კლუბი დღეს ჩემი აზრით არის საუკეთესო რაც ფეხბურთში ხდება საერთოდ. თუმცა ხო ცოტათი გადავწევდი მაგაზე საუბარს, იმიტომ რომ ჯერ ახლოსაც არ ვართ მსგავსი დონის საკლუბო განვითარების მოდელთან. ხო, ჩვენი საკლუბო გარემო ძალიან შორსაა ამისგან. მთელი რიგი მიზეზების გამო, ამიტომ ჯერ მეზობლებიდან დავიწყოთ და მერე წავიდეთ ცოტა შორს. და ისი თქვა მინდა, რომ თუ ჩვენ წარმატებად მიგვაჩნია ყარაბახის და ნოას შემთხვევა და მე მიმაჩნია წარმატებად, თუმცა ეს იმას არნიშნავს, რომ დინამო ბათუმს, ჩვენ კლუბს მაგ განვითარების მოდელს უსურვებდი, ეს ნამდვილად არ გულისხმობ ასე, იმიტომ რომ ძალიან დიდია უცხოელი მოთამაშეების წილი ამ კლუბებში და მე პირადად მიმაჩნია, რომ არც ქართულ ფეხბურთს, არც ქართულ კლუბს ეს მოდელი არ წარადგება. თუმცა ამაზე შეიძლება ვიდეოთ, რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება კი, ბევრი ამბობს რომ გაჩაღო. საწინააღმდეგო არგუმენტები, კი ბატონო, შეიძლება დავეთანხმო რაღაც კონკრეტული კლუბების შემთხვევაში, მაგრამ კონკრეტულად დინამო ბათუმის შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, იმიტომ რომ მგონია, რომ ჩვენმა კლუბმა ერთ-ერთი მოწინავე როლი უნდა აიღოს საშინაო ტალანტების განვითარების კუთხითაც და ამიტომ მიმაჩნია, რომ ნოას და ყარაბახის მაგალითი ჩვენთვის მაინც და მაინც სასურველი არ უნდა იყოს, თუმცა რა თქმა უნდა, მანდაც შეგვიძლია პოზიტიური ელემენტების ამოკრეფა მაქედანაც და ეს პოზიტიური ელემენტებია ზუსტად ის სტაბილურობა, რაც მე ვახსენე. ამ კლუბებს რომ დააკვირდეთ, მიხვდებით, რაზეა საუბარი, ხო? ყარაბახი რო ავიღოთ, ჯერ მარტო მწვნელი რამდენი ხანია მუშაობს, თავი რო დავანებოთ ყველაფერ დანარჩენს. დიახ და რო დავშვათ კითხვა, რა მოხდა ამ კლუბებში ისეთი, რაც არ ხდება ჩვენ კლუბებში, ხო? რავი, ფედერაცია დაეხმარა რამით, განსაკუთრებით ნოას და ყარაბახს, თუ რაიმე სხვა დახმარება. კი, შეიძლება ვისაუბროთ მატერიალურ ასპექტზე და იმაზე, რომ დიდი ფინანსური რესურსია ამ ორივე კლუბში, კი ბატონო, და ამაში არის მინიმუმ დიდი განსხვავება ჩვენ კლუბებსა და მათ შორის, მაგრამ სხვა მხრივ
რომ ჩავეძიოთ დიდად ვერანაირ ისეთ ელემენტს ვერ აღმოვაჩენთ მათი განვითარების დინამიკაში, რომ რაღაც გარეშე ძალებით იყოს განპირობებული. რაც ხშირ შემთხვევაში ხდება ჩვენთან და ველით ხოლმე რაღაცა მას რა ქვია, ყოვლის შემძლე ხელს, რომელიც მოვა და გაგივითარებს და გაგივითარებს კლუბს და გადაგიყვანს შემდეგ ეტაპზე და რომ შევხედოთ ამასაც თუ ამხრივაც რა ხდება. ამხრივაც ბევრად მეტი ხდება ვიდრე იგივე მეზობლების შემთხვევაში, ხო? ფონდის დაფინანსების ელემენტი, ფედერაციის მხრიდან მის რა ქვია, სატელევიზიო პროექტის კომპონენტი, ინფრასტრუქტურული უდიდესი შრომა და უდიდესი ასე განვითარების დინამიკა, რაც ბოლო წლებში მივიღეთ, ხო? ანუ ჯერ იყო ერთი პერიოდი ყველა უმაღლესი ლიგის გუნდს მოედნით უზრუნველყოფის საშუალება მიეცა ბალახის ბუნებრივ მოედანზეა საუბარი და შემდეგ უკვე იმ პროექტების ირგვლივ რა მოედნებიც და რა ინფრასტრუქტურული პროექტებიც განხორციელდა, რაც ამ წლებში დაუშვათ ფედერაციის მხრიდან მოხერხდა სხვადასხვა ჩემპიონატების და ისედაც უბრალოდ დამოუკიდებელი პროექტების სახით. ესენიც ხომ ეხმარება ეკოსისტემას და ბევრ ამ მოედანს დღეს იყენებს ესა თუ ის კლუბი, არა მარტო უმაღლეს ლიგაში, ყოველდღიურ რეჟიმში მოსამზადებლად, ხო? ანუ ამას თუ შევხედავთ, აქეთ რა მოხდა ამ კუთხით და მეზობლებისკენ გავიხედავთ, ხო? დავინახავთ, რომ იქ ესეც არ მომხდარა. თუ არ ვცდები, ეხლა აპირებენ აზერბაიჯანში რაღაც მსგავსი განვითარების ელემენტების შემოღებას. ხო და რომ შევაჯამოთ ეხლა ეს მოკლე დაუშვათ ზედაპირული ექსკურსი. იქ რა მოხდა, ანუ და დიახ. რა ვინ მოხდა აქ? მეც იგივე კითხვა მაქვს. ანუ თქვენი აზრით ეს ხო პოდკასტია, ინტერვიუ ხო არ არის, თქვენ შეგიძლიათ. ჩემი აზრი არის ზოგადად მე გამოსწორების თან შევისვენებთ. კი, გამოსწორების გზას ვხედავ ორი მიმართულებით. ერთი არის ფინანსები, რასაც ყველა თანხდებით. ოღონდ ეს მგონია ყველაზე რთული ნაწილი, იმიტომ რომ აი რაღაც ეს როგორც თქვი, ხელი რაღაცა მოვა და გვიშველეს, იმიტომ რომ ფაქტია არ ჩანს და ამ შედეგებით, ამ რაღაცა სტატისტიკებით, ამ მდგომარეობით არ მოვა არავინ არ ჩადებს არც 30-50 მილიონს რომელიმე კლუბში და მეორე ჩემი ესე ვთქვათ აზრით გამოსავალი ამ ყველაფერში არის ის რომ მაყურებელი მესმის აბსოლუტურად მეც ხო მაყურებელი ვარ, მეც ეგ პოზიცია მაქვს, მაგრამ აი რაღაცნაირად მეც თითოეულმა გულშემატკივარმა რაღაცნაირად უნდა ვირწმუნოთ თავიდან და თუნდაც აი სტადიონზე სიარული შეგვიძლია ზოგადად ხალხის რაღაც გარკვეულ მასას ბევრი რაღაცის ცვლილება შეუძლია, ხო? თუ სტადიონზე არ მიხვალ, ბავშვად შეიძლება არ მოგწონდეს მწვრთნელი მაგალითად, ხო? და სულ არის კომენტარებში რომ აი მწვრთნელი აი რომ მივიდეს პირობითად ვამბობ, ანუ საჯის შეცდომა ან რაღაც, ხო? ხო, ანუ აი დაუშვათ აი ძალიან მარტივი ცუდად არ გამიგო, მაგრამ ჩემი აზრით ეგ არის, ბოდიში გაწყვეტინებ, ეგ არის უფრო რაღაცა პრობლემების ანუ საკუთარი პრობლემების გადაბრალება სხვაზე და რაღაც სხვა მოვლენებზე. იმის გამო რომ გამოჩნდეს რაღაცა დაუშვათ საკუთარი დაიფაროს უბრალოდ საკუთარი შეცდომები. ოღონდ არ გულისხმობ გულშემატკივარს, გულისხმობ ყველა ჩართულ მხარეს. მე უბრალოდ ის კომენტარი დაიცი რომ აი მაყურებელს შეუძლია რომ რაღაცა შეცვალოს და კლუბზე მოახდინოს გავლენა თუნდაც სხვა ქვეყნების მაგალითი რო ავიღოთ, ხო? აი პირობითად რო ვთქვათ, ეხლა სულაც არ გამიგო, უბრალოდ თქვენ ხარ წარმომადგენელი, მაგრამ აი ყველაზე მედიას არ მოხდება, მაგრამ აი დაუშვათ რო ავიღოთ მაგალითი. აი 10000 გულშემატკივარი დადის დაუშვათ დინამო ბათუმის ყველა თამაშზე და პირობითად ვამბობ კონკრეტულად თქვენ, რადგან აქ ხართ და სულაც არ გამიგებთ, აი დაუშვათ რაღაცა ისეთი შეცდომა დაუშვით, რაც
იყო ესეთი რა მიუღებელი. კი. აი 10000 და გადავაბრალეს სხვა მოვლენას. ხო, პირობითად მაგას გულისხმობდი ზუსტად. მაგრამ აი ეს 10000 გულშემატკივარი ხედავს რომ აი თქვენი ბრალი. ეხლა 10000 გულშემატკივარი რომ გამოვიდეს დაუშვათ ამბობ და ყველა მეორე კვირას როგორც არის საშინაო მატჩებზე და რო თქვას რომ აი წადი დაუშვათ გადადექიან რაღაც როგორ ხდება ხოლმე ხო სხვა ხო შეიცვლება პირობითად რომ თქვენი თანამდებობა ხო ეგ უკვე ძალიან დაგვიანებულა ესე იგი რომ სხვამ რო გითხრა ეგ უკვე შენ თვითონ თუ ვერ მიხვდი ეგ უკვე ძალიან დაგვიანებულა ხშირად არის რომ აი გულშემატკივარი სხვადასხვა კლუბი ეს კონკრეტულად რო ვთქვა არის რომ აუშვათ მწვრთნელის სითხოვენ ზოგან პრეზიდენტის წასვლას სითხოვენ ზოგან რაღაცა სითხოვენ და ჩვენ თუ მივალთ და ამას მოვითხოთ შეგვიძლია ჩვენ რაღაცა ესე ვთქვათ ვაიძულოთ თუნდაც ხშირად არის ხოლმე რომ ფეხბურთელების მისამართი კრიტიკა რომ აი არ თამაშობენ ტემპი რაღაცა ის მარტო როცა ხარ სტადიონზე, აი მეც ხა ხო არც პროფესიონალი მოთამაშე ვარ არაფერი, მაგრამ რაღაც ეტაპზე ხო ყველა სადღაც გვითამაშია, ხა სად პირობითად რომ მე და ჩემი ძმაკაცები რო ვთამაშობდით, სხვა მუხტი მქონდა, მაგრამ აი სად ვიყურებდა კიდე სხვა მუხტი მქონდა, ხო და მithumetes ხა ამდენი ადამიანი. ჩემი პირადი აზრია რომ ეს არის გამოსავალი, ოღონდ ესეც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ამ 10000 კაცს მოყვანა უნდა. და რაღაცა მე აქ ხედავ გამოსავალს რომ თუნდაც აი მეზობელი ქვეყნები რო ავიღოთ და თქვენს თქვით ხო ისაც ბევრი ჩემპიონატია სადაც არ არის არც შედეგები ესეთი რაც ჩვენ გვინდა ასაც ვითხოვთ ხო ევროსპარკზე გასვლას მაგრამ ხმაურებელი მაინც დადის მილიონი მაგალითია ხო გუნდი აგებს და მაყურებელი მაინც არის აი ეს რაღაცა ის გულშემატკივრობის ეს ნაწილი ჩემი აზრით ამაზე უნდა იმუშაოს ყველამ ჩვენც კლუბებმაც ვინც კი ფედერაცია არ ვიცი ვინც კი საერთოდ ფეხბურთთან აი მე შემხებლობაშია ჟურნალისტიდან დაწყებული ნებისმიერი რიგითი რაღაც ადამიანი დამთავრებული ყველამ ამ მიმართ იმიტომ რომ სხვა გზას მე პირადად ვერ ხედავ გეთანხმებით რომ ნიშნულოვანი პრობლემაა დასრულეთ ხო ანუ ჩემი აზრით აი განსხვავება ეგ იყო და მანდ ზეღარაც ვიკითხე მე ხო აი რა გვაკლდა თქო იმათმა რაკნე იქ გულშემატკივრობა იყო და ჩვენთან არისო და ეგ რაღაცა ჩაცხრა. ჩემი აზრი არის ეს. შეიძლება მაგ არგუმენტის კიდე უფრო გაღვივებაც, მაგრამ ჩემი აზრით არ არის მარტო ეგ პრობლემა და ისიც პრობლემაა, რაც თქვენ ახსენეთ, რომ მენეჯმენტის გულწრფელობა მაგალითად და ღიაობა საკუთარ გულშემატკივართან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩვენთვის იქნება ერთ-ერთი ასე ვთქვათ ჩვენი მართვის მოდელის ერთ-ერთი თამდევი და აუცილებელი ნაწილი. მაგრამ ისევ და ისევ რომ დაუბრუნდეთ ზოგადი განვითარების პრობლემატიკას აქ არ არის ხო რომ ერთი ან ორი მხარე, აქ ბევრი აქტორია, ბევრი სტეიქჰოლდერია ამ სალიგო საკლუბო ეკოსისტემაში სადაც ყველამ რაღაც უნდა გააკეთოს. ყველა რაღაცას უნდა აკეთებდეს შესაბამის თავისი როლისა. კი ბატონო, გულშემატკივარს თავისი როლი აქვს, კლუბის მენეჯმენტს თავისი როლი აქვს, ბიზნესს თავისი როლი აქვს, ფედერაციას თავისი როლი აქვს, სახელმწიფოს მუნიციპალიტეტებს თავისი როლი აქვს, მედიას თავისი როლი აქვს და ну როგორ გითხრათ ყველა მიმართულებით რაღაც ნაბიჯები სტრატეგიული ნაბიჯები თანმიმდევრული და თანმხვედრი ნაბიჯები არის გასაკეთებელი თუ რა არის გასაკეთებელი აი ეს უკვე არის ძალიან სერიოზული ანალიზის საკითხი რასაც ერთი და ორი პოდკასტი და ერთი და ორი ადამიანი არ ეყოფა შეგვიძლია ცალკე პოდკასტი დავუთმოთ ამ საკითხს კი ბატონო ხო ან მე კიდე ერთხელ მაინც გავმარტა იმიტომ რომ ზოგადად ბევრი განმარტება ჭირდება ხოლმე რომ რაღაცა ადამიანმა ისე არ გაიგოს მე ის ანუ მხოლოდ აი რაც თქვენ თქვით ყველამ უნდა იმუშაოს ანუ მხოლოდ გულშემატკივარი თუნდაც ეს 10000 მოვიდა მაგრამ დღეს ის მოვითხოვი ამის შესვლას ეგ იმის შესვლა და ვერაფერს რო ვერ ხედა ეგრე ანუ და არც ივლის ბუნებრივია უბრალოდ აი მე რო დავინახავ რომ პირობითად ვამბობ მწვრთნელი კარგად მუშაობს და ბავშვად ვამბობ რომელიღაცა მენეჯერი ან სკაუტი ან ვინმე თუდად მუშაობს შეიძლება ის მოვითხოვ მაგრამ თუ ხედავ რომ ყველა თუდად მუშაობს მაშინ 10000 ალბათ იტყვის რომ გადმომაბარია მაშინ მე და მე მართავ სმაილად არ გამ კი ბატონო არგენტინაში მომხდარა ეგეთი რაღაცა ხო რაღაცა ალბათ საბოლოოდ შეიძლება რაღაც მოხდეს სკავს ფედერაცია ახსენეთ და ყველაზე ესე ვთქვათ ვინც ყოლია სტუმრად ამ გადაცემაში ყველაზე კარგად ალბათ თქვენ პასუხებთ იმიტომ რომ 10 წელი იყავით ვიცე-პრეზიდენტი
გასულ წელს დატოვეთ, ხო, არ მეშლება. თანამდებობა და ფედერაციის მიმართ არის ძალიან დიდი კრიტიკა გულშემატკივრის, ასე ვთქვათ, მხრიდან და ეხლა თქვენ წეგან საუბრის დროს ახსენეთ, რომ ხშირად არის, რომ არასწორი კითხვები ისმება ფედერაციის მიმართულებით, არასწორი კითხვები ისმება ხელმძღვანელობის მიმართ. ეხლა თქვენ როგორც ხელმძღვანელი და როგორც ყოფილი ფედერაციის წარმომადგენელი, აი თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ, ჯერ რომ აი რა კითხვა არის არასწორი ფედერაციის მისამართით და რა კითხვა არასწორი, ასე ვთქვათ, კლუბების ხელმძღვანელების მისამართით, რომ აი მაყურებელმა ვიცოდე და თან გამომარტოთ, რატო არის ეს არასწორი და რატო არის ხება ერთ-ერთს და მეორეს. ხო, ანუ მაინც ამ საკითხთან რჩებით. ხო. ისევ და ისევ ამაზეც მოქმედებს, ამ კითხვაზეც მოქმედებს ის პასუხი, რომ ძალიან გლობალური საკითხია ეს ყველაფერი. აი ბოდიში რომ გაწყვეტინებ, აი თუნდაც ერთი კონკრეტული მაგალითი, თუ შეგიძლიათ გითხრათ, რომ აი ფედერაციას იყო მოთხოვნა და არ უნდა ყოფილიყო ფედერაციის მისამართი. მე ვგულისხმობ მაგალითად რანაირ საკითხებს. როდესაც აი მანამდეც ვახსენე, რომ ხშირად არის, რომ რაღაც გამართლებას ეძებს კლუბი თავის პრობლემის და გადადის საჯებზე, გადადის რაღაც საერთო პირობებზე და ეს პრეტენზიები, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიდის ხოლმე ფედერაციის მიმართ. მე ამას ამ რიტორიკას აყვება ხოლმე კლუბების გულშემატკივრები, რაც მესმის აბსოლუტურად ეს ბუნებრივია, ყველგან ეს ხდება, არ არის ეს მარტო ჩვენ ქვეყანაში, ყველა ქვეყანაში, ახლა რო აიღოთ აი წამყვანი ევროპული საფეხბურთო ქვეყნები, ყველა ქვეყანაში ფედერაციის მიმართ არსებობს რაღაც გარკვეული დოზის ნეგატივი, რომელიც ჩემი აზრით არ უნდა არსებობდეს. ანუ რაღაც დოზით რა თქმა უნდა არსებობდეს, მაგრამ იქაც კი არის ეს აცდენები აღქმაში. და ჩვენთან მიმართებაში კონკრეტულად შემილია ის თქვა, რომ რა ის განვითარების ის ელემენტები, რასაც ფეხბურთის ფედერაცია განვითარების სტრატეგიის ამუშავების დღიდან, ანუ გულისხმობ 2015-16 წლის პერიოდს, იმ პერიოდიდან დღემდე აკეთებს, ასეთ მოქმედებებს არა მარტო რაღაც დაუშვათ რაღაც რაოდენობა, არამედ საერთოდ გაგიჭირდებათ, რომ ერთი მაგალითიც იპოვოთ საზღვარგარეთ ფედერაციის მხრიდან მსგავსი ჩართულობის ლიგის და კლუბების განვითარებაში. გულისხმობ რას? ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნა, სახელმწიფოს და ფედერაციის კოლაბორაცია, ხო? ეს ყველაფერი. თუმცა რა თქმა უნდა, ნახეთ, შეგვიძლია შემდეგი ეტაპი იყოს საუბრის და გავაგრძელოთ იმაზე საუბარი, თუ უშუალოდ ფონდის საქმიანობაში რა ცვლილებების შეტანა შეიძლება გაუმჯობესების, ეს სხვა საკითხი, ამას არ ვეხებ, მაგრამ უშუალოდ ელემენტებზე ვსაუბრობ განვითარების, რაც ახალი სტრატეგიისას მოხერხდა, ხო, ახალი განვითარების ეპოქაში მოხერხდა. დიახ, ანუ ფინანსური მხარდაჭერა, ესეთი რამე თითზე ჩამოსასვლელია მსოფლიო მასშტაბით რო ავიღოთ და ეს რო არ მომხდარიყო, რა მოხდებოდა, კლუბები რა მდგომარეობაში იქნებოდნენ დღეს, შეგვიძლია ამაზე ვიმსჯელოთ და აქ დავინახოთ, დაუშვათ საბოლოო ჯამში სისწორე ამ პროექტის. შემდეგ ტელეპროექტი, ანუ ის რომ მანამდე საერთოდ ანუ სურველს არ შეეძლო ენახა საქართველოს უმაღლესი ლიგის თამაშები, ხო? სურველში ვიზგულისხმობ გულშემატკივრებს და თავად ფეხბურთელებსაც. ეს ხომ, ანუ ეს პროექტი ხომ ძალიან აჯანსაღებს ყველა აქტორს, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ხო? უამრავი პრობლემური საკითხი შეგვიძლია გავიხსენოთ იქამდე პერიოდში, სანამ ტელეპროექტი არსებობდა, რაზეც არანაირი ვიდეო მასალა არ არსებობს დღეს, ხო? და რომ მოგვინდეს რაღაც თამაშების განხილვა და ნახვა ძველ დროში, უბრალოდ შეუძლებელია ეს ფიზიკურად, ხო? ხო და ამას საკმაოდ დიდი, როგორც საოპერაციო, ისე საკადრო, ისე ფინანსური რესურსი ჭირდება აი ამ პროექტს. ხო, ეს ხო არ არის მარტო რაღაც გადაღება, ხო, აქ ხო კიდე რაღაც დამატებით. კი, აქაც შეიძლება ვიდაოთ იმაზე, თუ რაღაცა დაუშვათ 2 კამერით მეტით
რამდენად უკეთესად შეიძლება გადაღება, ან რაღაც კიდე დამატებითი კომპონენტის გაჩენით, ან რაღაც საერთოდ სხვა საკომუნიკაციო დანამატების დამატებით კიდევ ამ პროექტზე. ეს კიდევ სხვა თემაა, თუ როგორ, მაგრამ ის რო ეს კეთდება, დამიჯერეთ ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს ფედერაციის მხრიდან. ამას გარდა სხვა დამატებითი პროექტები, ინფრასტრუქტურა რო ავიღოთ, წეგან ვახსენე, რამდენი პროექტი მოხერხდა კლუბების მონაწილეობითაც და კლუბებისთვისაც და არა მარტო, ხო, მასობრივი ეს ხა პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიძახი, ხო, ანუ 13000 მოთამაშიდან 40000 ავსდით სულ რაღაც პირველ 6-7 წლებში, ხო? ამას დავამატოთ კიდევ სხვა ელემენტები, მაგალითად მსაჯების განვითარება, ხო, მსაჯთა აკადემია, VAR-ის სრულფასოვანი ინტეგრირება, იქ თანამედროვე მენეჯმენტის ლიანდაგზე გადასვლა სამსაჯო მიმართულების თლიანად, რამაც შიდა კონკურენცია გაზარდა, ხარისხიც აწია, როგორც ტექნიკური, ისე საკადრო თვალსაზრისით. და კი სულ ვისმენთ და მოვისმენთ პრეტენზიებს მსაჯების მიმართ, ეს არ არის ეროვნული ლიგის, ხო, არ პრემიერ ლიგა რო ავიღოთ, შეიძლება უფრო მეტი პრეტენზია იყოს იქ რაღაც კონკრეტულ ერთმოცემულ ტურში, ვიდრე ჩვენ ეროვნულ ლიგაში, ხო? მაგრამ ზოგადი დინამიკა ამ მიმართულებით ძალიან დადებითი არის. ხო და აი კიდევ შეგვიძლია გავაგრძელოთ უამრავი ასე ვთქვათ მკვებავი ელემენტი და კომპონენტია ფედერაციის საქმიანობაში, რაც ეროვნულ ლიგას და კლუბებს ეხმარება. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ მეტზეც, ხო? ანუ მაგალითად ახლა ტელეპროექტი ვახსენე მე, ხო? და მე პირადად ვისურვებდი, როგორც კლუბის წარმომადგენელი უკვე ესეთ რამეს, რომ ფედერაციას გამოუნთავისუფლდეს ის რესურსი, რაც ამ დიდ პროექტზე იხარჯება და ეს როგორ უნდა მოხდეს, ხო? ეს მხოლოდ შესაძლებელია კომერციულ საწყისებზე. ანუ ის რომ ეროვნული ლიგა გადავიდეს უფრო მეტად კომერციულ საწყისებზე, გამოიწვევს იმას, რომ როგორც კლუბები, ისე თავად ლიგის სხვადასხვა მიმართულება უფრო მეტად გაჯანსაღდება. ანუ ეხლა თუ ფეხბურთის ფედერაცია ხარჯავს უდიდეს რესურსს ტელეპროექტზე, ეს რო კომერციულად მოხერხებადი იყოს, მაშინ ის რესურსი ხომ გამოუნთავისუფლდება და შეიძლება რაღაც სხვა მიმართულებით მიმართოს, ხო და მე მაგალითად ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მალე მოხერხდეს ეროვნულ ლიგაში განვითარების იმ დონეზე ასვლა, რომ პროფლიგის ჩამოყალიბებაც შეძლონ კლუბებმა და კომერციალიზაციის სხვა ეტაპზე გადასვლა შეძლონ, რაც თავისთავად ტელე და სხვა საკომუნიკაციო და PR პროექტებსაც მოიცავს და ფედერაციას გამოუნთავისუფლდეს ის რესურსი, რომ მაგალითად ასაკობრივი U19, U17, U15 ლიგებში გააკეთოს იგივე, რასაც ახლა ეროვნულ ლიგაში აკეთებს და ეს კიდევ უფრო დაეხმარება მომავალი თაობების აღზრდას და ტალანტების გაღვივებას ისევ და ისევ ამ კლუბებში, რაც მე ისევ და ისევ საბოლოო ჯამში მივა ეროვნულ ლიგამდე, ხო, ეს ხარისხი. ასე რომ აი ასე შეგვიძლია ჩავეძიოთ და ჩავშალოთ შრეებად, პრობლემებად, მიმართულებებად და მანდვეძებოთ გასაღები და მანდვეძებოთ პრეტენზიებიც და ადრესატებიც სწორი. როგორც ორგანიზაციების და რაღაც ზემდგომი ორგანოების მიმართულებით, ისე კლუბების მიმართულებით და ისე სხვა აქტორების მიმართულებით. კერძო ბიზნესი იქნება ეს მაყურებელი, მედია თუ კიდე სხვა. აი ფედერაციის ნაწილზე ხა რაც ჩამოთვალეთ ეს ყველაფერი, თითქმის ყველა იქნება ეს კლუბის წარმომადგენელი, მწვრთნელი, პრეზიდენტი თუ მაყურებლის რაღაცა გარკვეული ნაწილი თანხმდება მაგაზე, რომ თუნდაც აი ფონდის ნაწილი, ინფრასტრუქტურა ყველაფერი კარგია, ფონდმაც თავის დროზე იმუშავა, ანუ ფონდის ასე ვთქვათ გადასახედია, ზოგი ამბობს უნდა გაიზარდოს, ზოგი უნდა გაუქმდეს, ზოგი შეიცვალოს, ხო, მაგალითად უფრო ახალგაზრდებში გადავიდეს, მე სხვა პოდკასტებშიც ქონია საუბარი ამ საკითხზე და ხო, არის მოსაზრებები კი ბატონო. აი თქვენი აზრით ესე ვიტყვი მაშინ, რომ აი დღეს მდგომარეობით კარგია რაც გაკეთდა წარსულში კი ბატონო. რა უნდა დავამატოთ? ხო, დღეს რა შეუძლია რომ გააკეთოს თუნდაც ამ შემთხვევაში ფედერაციას. თქვენ როგორც კლუბის ხელმძღვანელი, აი რაში სურვებდით რომ რა უნდა
თუ აქვს რამე რესურსი მაინც და მაინც ფედერაციას. ანუ სხვას რა შეუძლია? არა, სხვას ფედერაციას რატომ ამბობ? იმიტომ რადგან კრიტიკა ყველაზე დიდი მიდის ფედერაციიდან. ოკეი, კი ბატონო. ხო, ანუ ესე იყო ესეთი აზრით სხვათა შორის, რომ მაყურებლის მხრიდან რომ და თუ არ ვცდები ფედერაციის პრეზიდენტსაც აქვს ნათქვამი, რომ აი მოვიდნენ თუ რამე პრობლემა აქვს კლუბების ხელმძღვანელებს და გვითხრან დაგველაპარაკონ და ესე ვთქვათ, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. იყო მაყურებლისგან რომ აი არ თხოვთ საკმარისად, ან რაღაცა პირიქით ზოგი ამბობს რომ თხოვს, მაგრამ არ აკეთებს. აი თქვენ როგორ ხედავთ ამ შემთხვევაში ფედერაციას თუ შეუძლია რომ რამე გააკეთოს? პირველ რიგში დისკუსიის გაღრმავება, ჩემი აზრით, ახლა რაც თქვენ ახსენეთ, ზუსტად ანუ ეგ ნათქვამი არის, ჩემი აზრით, პირველი, რასაც შეიძლება გავყვეთ და რასაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ პროცესი გაჯანსაღდეს. ანუ იმას თუ ვიძახით, რომ რიტორიკა არის ხშირ შემთხვევაში აცდენილი რეალობას და ადრესატებს, ზუსტად მანდ არის იმის წამალი, რომ ეს ადრესატებიც და რიტორიკაც გაიფილტროს და დაიმიზნოს სწორად, რომ დისკუსიის საშუალება გაჩნდეს უფრო ფართე და უფრო მეტად ჩაერთონ კლუბები ზოგადი განვითარების დინამიკაზე, აზრთა მიმოცვლაში და ამაში მგონია, რომ ბევრი პრობლემა როგორც გამოჩნდება, ისე ამ პრობლემების მოგვარების ხერხებზეც მოხდება პირველადი დისკუსია. და საბოლოო ჯამში მაინც უნდა მივიდეთ, ჩემი აზრით, იქამდე, რომ საერთო გეგმარების ფორმატი, საერთო გეგმარების პროცესი მოეწყოს, დარეგულირდეს, აეწყოს ისე რომ კლუბებიც ჩართული იყოს მაგაში, რა თქმა უნდა, ფედერაციის მეშვეობით და მეთაურობით, მაგრამ არა მარტო კლუბები, სხვა სტეიქჰოლდერებიც, იგივე კერძო სექტორიც, იგივე გულშემატკივარიც, იგივე მედიაც, რომ აი ეს დისკუსია და ეს საუბარი იყოს უფრო ფართე, ვიდრე არის ახლა. აი ერთი კითხვა მაქვს კიდე ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მომისმენია სხვადასხვა აზრი ამასთან და მეც რაღაც კუთხით, აი რაიმე კონკრეტული და მაგალითად აი ეს კონკრეტული რა ვიყოთ, ფონდი და ფედერაცია და ხო ერთობლივი ის არის, ასე ვთქვათ, თანამშრომლობით ხდება ყველაფერი თავი. მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაცია. კი, სხვადასხვა ორგანიზაცია, მაგრამ ანუ რაღაც თანამშრომლობა აქვს ერთმანეთში. თავისთავად. აი თუ შეუძლია, აი ყველაზე მარტივი მაგალითი შეიძლება არ შეუძლია, არ ვიცი. აი ფონდის მიერ გაცემული თანხა, რაც არის, ყველა 600,000-ია, თუ არ ვცდები. საბაზისოა 600,000. ხო, უმაღლეს ლიგაში, რომ აი წავიდეს მაგალითად მე შენ მოგცემ მაგერ ბავშვად დინამო ბათუმს პირობითად ვამბობ 600,000 და შენ ეს 600,000 პირველ რიგში დახარჯე ფეხბურთელების ხელფასებში, რომ არ მქონდეს უშუალოდ ვამბობ რაღაცა 6 თვიანი ან 4 თვიანი დავალიანება. აი ესეთ რაღაცის მოთხოვნა რაღაცნაირად თუ არის შესაძლებელი. დიახ, ეს უკვე არის შინაარსობრივი ნაწილი იმ დისკუსიისა, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ, რომ ანუ თუ მიმართულებებით ვამბობთ, რომ კი ბატონო ეს პროექტულად ეს მიმართულება სწორად არის, ასე ვთქვათ, დანახული, მაგრამ შეიძლება რაღაც შიგნით რაიმე ცვლილებებით კიდევ უფრო გამომუჯობესოთ. ამ მხრივ რა თქმა უნდა, ანუ ჯერეთი სუმიდის ფონდში კლუბებთან კომუნიკაცია და იმის საშუალება კლუბებს აქვთ, რომ თავიანთი აზრი დააფიქსირონ ნებისმიერ ფონდის ნებისმიერ კომპონენტზე. და რაც შეეხება საბაზისო დაფინანსების კონკრეტიზაციას, თუ რაში შეიძლება ეს დაიხარჯოს, თუ ჩემს მეკითხებით, ჩემი აზრია ის, რომ ალბათ უმჯობესი იქნება არა მარტო კონკრეტული კლუბების ან კლუბის განვითარების წრეში, არამედ ზოგადად ქართული ფეხბურთის განვითარების წრეში, თუ მოხდება ისე, რომ ფონდის თანხების დახარჯვა უფრო მეტად მოხერხდება და მიემართება ახალგაზრდულ და აკადემიის კომპონენტებში და აკადემიის ნაწილზე, ვინაიდან დღეს რა გვაქვს, ხო, რა სიტუაცია გვაქვს. ალბათ 2, მაქსიმუმ 3 კლუბი დაიკვეხნის იმ დონის აკადემიით, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ დამაკმაყოფილებლად და შესაბამისად ეს ასახულიცალი, რა თქმა უნდა, ასაკობრივ ნაკრებებს რო გადახედოთ, ხო? დაინახავთ პირდაპირ და
მე მგონია რომ ეს უნდა გამოსწორდეს და ამის გამოსწორებაში თუ ფონდის ფინანსური რესურსის გამოყენება კიდევ უფრო მეტად იქნება შესაძლებელი, ეს იქნება მგონია ერთ-ერთი პოზიტიური დანამატი ან პოზიტიური ცვლილება. გასაგებია. კარგი, კიდე მაქვს რაღაც კითხვები. იმიტომ რომ არ არის საკმარისი ჩვენი ფეხბურთისთვის 2 და 3 აკადემია. მეტი გვჭირდება ბევრად. კი, ეთანხმებით მაგრამ წელში. კიდე მაქვს სხვა კითხვები, მაგრამ ასევე გვაქვს ჩვენ რუბრიკა ასეთი რომ მაყურებელს ვთხოვ რომ დაუსვას ჩემს სტუმარს კითხვა, ოღონ არავინ არ იცის ვინ იქნება კონკრეტულად, იციან უბრალოდ კლუბის რომელი კლუბის წარმომადგენელი იქნება და ცდილობ ხოლმე რომ ყოველთვის 3 შეკითხვა გვექნება. უბრალოდ ეხლა ჩავივლი რომ აი რაღაცა ისეთ თემაზე არ მიუბრუნდე რა ეს უკვე ვისაუბრეთ და ძალიან ბევრი კითხვა იყო სხვათა შორის. მოკლედ ჩვენი ესეთი შემდეგი კითხვა რომელიც ჩვენმა მაყურებელმა დასვა ცოტნე არის ავტორი, გვარი არ ვიცით, არის შემდეგი. მაინტერესებს თუ აპირებენ ეგრეთ წოდებული სკაუტინგის დამოუკიდებელი სისტემის შექმნას ან თანამშრომლობას იმ ადამიანებთან, რომლებიც საქართველოში ცდილობენ ადგილობრივ კადრებზე მიაწოდონ ინფორმაციას საზოგადოებას. მაგალითად Instagram გვერდი ჯორჯიან სკაუტი, რომელსაც ქართულ კადრებზე დიდი ინფორმაცია აქვს. დიდი ხანია დამოუკიდებლად საქმიანობენ. და ზოგადად სკაუტინგზე ბევრი კითხვა იყო. უთხრით თქვენი ხედვა როგორია? ეგ ცოტა რეკლამას გავდა. ხო, ცოტა რეკლამას გავდა, მაგრამ არ არის პრობლემა. არა უშავს. სხვათა შორის ბოდიში სანამ გავცე პასუხს საქართველოში ძალიან ცოტა ადამიანია ვინც აი ქართული საკლუბო ფეხბურთით ან ქართული განვითარებას ცდილობს თუნდაც აი ეხლა ამ ადამიანმა რაც ახსენა და ან ქართული რაღაც გვერდები Facebook-ზე ვინც აქტიურად აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას და მე თუ მკითხავ ყველას რაღაცნაირად დასაფასებელია და ყველა ერთმანეთს უნდა დაეხმაროს რომ ესეც მედიის ნაწილით ძალიან დიდი მნიშვნელოვანია ყველა აუცილებელია. ხო, აუცილებელია. მაგრამ აუცილებელია განვითარებაც, კონკრეტულად მაგნაწილშიც. იმიტომ რომ მე ხშირად აცდენები მანდაც მომისმენია და მაგიტო არ მინდა რაღაც ძალიან ისე გამივიდეს. პატივისცემას იმსახურებენ ნამდვილად. ხო. როდარ ის ანუ ისევე როგორც ჩვენ ასევე ეგ ადამიანებიც საჭიროებენ ყურადღებასაც და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასვლასაც კი ბატონო. ანუ უპასუხო ხო უკვე ჩემს სკაუტინგ. კარგით, ხო, სკაუტირება ზოგადად რეკრუტირების პოლიტიკის საკითხია კლუბის, რაზეც ასევე მიდის მუშაობა. ჩვენ კლუბში ძალიან აქტიური, თავად მართვის ნაწილში ის ადამიანებიც, რომლებიც შემოკრებაც ამ ეტაპზე და ახალ მმართველობაში მოხერხდა, ეს ადამიანებიც კარგად არიან ჩახედული ამ მიმართულებაში და პირადი როგორც გამოცდილება ისე ცოდნაც და კავშირებიც საკმაოდ აქვთ ამ მხრივ. და როგორც გითხარით, მუშაობთ რეკრუტირების პოლიტიკაზე, უშუალოდ სკაუტირების ნაწილში ვფიქრობთ, რომ ისევე როგორც სხვა მხრივ ეს წელი აქაც ნორმალიზების წელი უნდა იყოს და აქაც ჯერ საწყის ეტაპზე უნდა დავინახოთ უახლოესი საჭიროებები რა გვექნება საკადრო სპორტული მიმართულებით და ამის შემდეგ უკვე შეგვეძლება ცოტა უფრო გრძელვადიან და სტრატეგიულ პროექტებზე ფიქრი. თუმცა ცალსახად უნდა ვთქვათ ის, რომ სკაუტირება გაიყოფა 2 ძირითად მიმართულებად, ეს იქნება შიდა და საერთაშორისო სკაუტირების ქსელი და პროცესები. შიგნით ძირითადად აქცენტი გაკეთდება, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ტალანტების მოძიებაზე და ჩვენ აკადემიაში და შემდგომ უკვე პირველ გუნდში ინტეგრირებაზე. რა თქმა უნდა, პირველი გუნდის სკაუტირება აქ ცალკეა და აქ უკვე აქაც იქნება შიდა დონის პროცესი, მაგრამ ეს უკვე ცოტა სხვა პროცესი იქნება. და გარეთ ქვეყნის გარეთ გვექნება კონკრეტული პოლიტიკა, კონკრეტული მდგენელებით, სადაც სხვადასხვა ელემენტების მიხედვით მოვახდენთ ფეხბურთელების შერჩევას, იქნება ეს
სპორტული, მენტალური, გეოგრაფიული, ასაკობრივი თუ სხვა კომპონენტები და საჭიროებები იმის დამიხედვით თუ რა პროფილის ფეხბურთელები დაჭირდება სამწვრთნელო შტაბს. ეს მოგეხსენებათ ცოცხალი პროცესია და აუცილებლად თანხმედრაში იქნება სამწვრთნელო შტაბთან კლუბის მენეჯმენტის მოქმედებები აქ აწყობილი ისე რომ როგორც მოკლევადიანი სატრანსფერო სამიზნეები, ისე გრძელვადიანი სატრანსფერო და სტრატეგიული პროექტები გამოვკვეთოთ და მივხედოთ ამ პროცესს. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არის რაღაც შორტლისტები გვაქვს, მაგრამ ჯერ შორს არის გაცხრილის პროცესში არის ეს ყველაფერი. აი დაახლოებით მსგავსი კითხვა არის შემდეგი გიორგი ასამბაძე გვეკითხება, სხვათა შორის ეს კითხვა შემოვიდა აჭარის ფეხბურთის გვერდისგან. დიახ. ტრანსფერები. ვადევნებ თვალყურს. ხო, ძალიან კარგი გვერდია და გიორგი გელაშვილი არის, როგორც ვიცი, ამ გვერდის უკან და მარტო შრომობს ეს ადამიანი. მადლობას გადაუხდი აქედან. როგორ კითხვა არის შემდეგი, ტრანსფერები, რა თქმა უნდა, ახლა უნდა დაიწყოთ ფეხბურთელების ძებნა, უნდა დააკვირდეთ მათ თამაშს და არა ზაფხულში 3 წლის უთამაშებელი ფეხბურთელები დაიმატოთ. რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? ხო, ეს საინტერესოა, რაღაც გარკვეულწილად თქვენც ისაუბრეთ, მაგრამ აი რას უნდა ფიქრობდი? ვეთანხმები, რომ ეგრე უნდა მოვიქცეთ და ეგრე არ უნდა მოვიქცეთ, რას თქვა. კი, ანუ აი რამე კონკრეტული, ასე ვთქვათ, პოზიციებზე აკვირდებით, ვინმეს აი ფიქრობთ, რომ აი ზაფხულში მოგეცემათ, ხო, შესაძლებლობა რომ აი კონკრეტულად რაღაცა არ მინდა რომელიმე პოზიცია დავასახელო, აი რომ ამ პოზიციაზე გადადგამთ კი ბატონო, ზოგადად როგორც ვახსენე ნორმალიზაციის ჭრილში ვუყურებთ ესე რომ ანუ ესეც უნდა აღვნიშნო რომ რიტორიკის დონეზე ისიც არის რომ გვეკითხებიან რომ აი როგორ მივალთ ზაფხულამდე და რა გვეშველება და რა საერთოდ არ ვუყურებთ ესე ჩვენ ამ მონაკვეთს დროის ამ მონაკვეთს მთლიანად ამ სეზონს პირველ სეზონს 20-26 წლის სეზონს მივიჩნევთ შესაძლებლობად როგორც შესაძლებლობას ისე ვუყურებთ და არა როგორც რაღაც საფრთხეს და როგორც ტვირთს კი ბატონო რა თქმა უნდა უდიდესი გამოწვევების წინაშე ვართ როგორც საკადრო ისე სარეგულაციო მიმართულებით მაგრამ ჩვენი აზრით და ამაში ვემთხვევით როგორც და სამწვრთნელო შტაბს ისე კლუბის მფლობელებს ეს არის შესაძლებლობის ფანჯარა. პირველ რიგში იმ ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის, რომლებიც წელს დაწინაურდნენ პირველ გუნდში, მათთვისაც ვინც შარშან დაწინაურდა და შარშანვე უკვე კარგად წარმოაჩინა თავი და ჩვენი კლუბი დიდი მედებს ამყარებს ამ მოთამაშეებზე. მათთვის დამატებითი განმტკიცების წელი შეიძლება ეს იყოს და ამ დროს, ანუ როგორც პირველ ნახევარში სეზონის, ისე მეორე ნახევარში კონკრეტული საჭიროებები გონია რომ გამოჩნდება, დაგვანახებს უშუალოდ სეზონის მსვლელობა ამას. როგორც გითხარით, გვაქვს უკვე შორტლისტები, გვაქვს უკვე რაღაც კონკრეტული პროცესი, კონკრეტული სააგენტოებით და კონკრეტული შეიძლება გვარებითაც, მაგრამ ეს ჯერ ძალიან ადრეა იქიდან, რომ ბოლომდე მისულად ჩავთვალოთ და ჯერჯერობით ვუყურებთ პროცესს, მივყვებით პროცესს და ეს პროცესი გამოაჩენს უკვე უფრო მკაფიოდ იმას თუ აი როგორ თქვენ თქვით თუ რაიმე კონკრეტულ პოზიციებზე და რა პოზიციებზე შევჯერდებით და რა ტრანსფერებს დაუმიზნებთ ზაფხულისთვის. გასაგები. შემდეგი კითხვა გიორგი, ესეთი გვარი არ უწერია. ბათუმის დინამოს აქციების გაყიდვას ვაპირებთო, რა სქემით გაყიდიან, რა ფასი ექნება, თითო აქციას უფრო დეტალურად რომ გითხრან. არჩილ ბერიძეც ამბობდა, სააქციო საზოგადოება უნდა იყოს დინამო ბათუმი, მაგრამ გონი ფინანსურად წამგებიანი იყო. დიახ, ეს ჩვენმა მფლობელმა გააჟღერა თავიდანვე და მიმაჩნია რომ ძალიან ჯანსაღი სამიზნეა სამომავლოდ. ამ ეტაპზე ჯერ როგორც გითხარით, ისევ და ისევ მე რამდენიც მიწევს გამარება რომ ნორმალიზების პროცესში ვართ ამ კუთხითაც.
კლუბის აი ბერიძე ბატონი არჩილი ახსენეთ მისი ნათქვამი და ვეთანხმები ამ ეტაპზე ნამდვილად წამგებიანი იქნება და იქნებოდა იმ ეტაპზეც იმიტომ რომ აქციების როცა ყიდი ამისთვის უნდა იყო მზად და ამისთვის უნდა მოახდინო რაღაც პროცესის წინამდებარე პროცესის ჩატარება ისე რომ აქციების გაყიდვას აზრი მიეცეს ხო ეს ზოგადად საუბრობ ხა არ არის კონკრეტულად ჩვენ კლუბზე და ამ ხრივ ზუსტად შემდეგ უკვე მომდევნო წლებში ნორმალიზების შემდეგ გვექნება იმის საშუალება რომ დავიწყოთ ეს პროცესი, მაგრამ უნდა დავიწყოთ ჯერ მანამდე წინამდებარე პროცესი და როცა ამ პროცესს დავასრულებთ, როცა გადავალთ განვითარების იმ ეტაპზე, რომ შეგვეძლება აქციებს კონკრეტული ფასი დავადოთ და გავყიდოთ და საინტერესო გავხადოთ მყიდველისთვის, ხო? მაგ შემთხვევაში და მაშინ დავიწყებთ ამ საქმიანობას. ისე სავარაუდოდ თუ მოიაზრებთ ანუ ვისთვის იქნება ხელმისაწვდომი? იქნება გულშემატკივრისთვის. ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, უბრალოდ აქ ახლა ერთ კონკრეტულ და ინდივიდებზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი პირველ რიგში რაღაც ადამიანთა ჯგუფებზე, პირთა წრეებზე და რა თქმა უნდა ინდივიდებზეც. ოღონდ ეს ინდივიდუალურად რო შესაძლებელი იყოს, აქ უკვე რაღაც ან ბიზნესმენებზე, ან სხვა ინვესტორებზე შეიძლება რაღაც დაუშვათ სპორტსმენებიც ვიგულისხმოთ ამაში, ფეხბურთელებიც, ანუ რაღაც უფრო ფართო პირთა წრე ვიდრე დაუშვათ კლუბის მენეჯმენტის ირგვლივ შეიძლება წარმოვიდგინოთ ჯერ ამ ეტაპზე. ერთსაც კითხავთ სანამ ბოლო ამაზე გადავალ ბოლო შეკითხვაზე. ყველას ვეკითხები ამას თითქმის თუ სადმე არ გამომრჩა. დღის მოცემულობით ძალიან ბევრ ხელმძღვანელს, მწვრთნელს ფეხბურთელს განსაკუთრებით უჭირთ ღიად პრობლემებზე საუბარი. რატომ თქვენი აზრით? აი მაგალითად მე მინდა რომ აქტიურად მუშაობთ საკითხზე რომ ფეხბურთელებიც იყვნენ ჩემი სტუმრები, ერთი ფეხბურთელი ყავდა, შემდგომშიც მინდა რომ აქტიურად იყო, იმიტომ რომ არაერთხელ მithქვამს ეს შეიძლება მე სხვა პრობლემას ვთვლიდე გულშემატკივარი სხვა პრობლემას და ფეხბურთელს საერთოდ სხვადასხვა მარტივი პრობლემა აწუხებდეს, რომელიც ჩვენ არ ვიცით და საინტერესოა მათი აზრის მოსმენა, მაგრამ ზოგადად პრობლემებზე საუბარი ჭირს, რატომ? სადღაც ვახსენეთ ჩუაში რომ დისკუსიის გაღრმავება და გაფართოება საჭირო, აქაც იგივე აზრის ვარ, ანუ რაც მეც ვისაუბრებთ პრობლემატიკაზე, მით უფრო გამოჩნდება და მით უფრო დაიგეგმება მოგვარების გზები. რატომ არის გამიჭირდება ამის შეფასება, მაგრამ ჩემი აზრით ნელ-ნელა იცვლება ეს ვითარებაც და რიტორიკაც და უფრო მე მგონი გახსნილები არიან როგორც კლუბის წარმომადგენლები, ისე ფეხბურთელებიც, თუნდაც თქვენი პოდკასტი რო ავიღოთ, სხვა პოდკასტებიც რო ავიღოთ, ორშაბათობას ვახსენებდი, მეც ვიყავი და იქაც საკმაოდ ის იყო, რა ქვია, აქტივობა სტუმრების კლუბების მხრიდან და მე ამას ძალიან დადებითად უყურებ და რა ვიცი, კიდევ უფრო გაღრმავებას მივესალმები, წინ მივდივართ ხო და მე არ ვიცი რატომ იყო აქამდე დაუშვათ პრობლემა, მაგრამ ხო, აი იმედის მომცემი ვითარება ახლა მაგ ხრივ. კარგი. ბოლოს ესეთი თქვენ გთხოვთ, რომ ჩვენს მაყურებელს დაუსვათ შეკითხვა საქართველოს ჩემპიონთან დაკავშირებული, თუნდაც კონკრეტულად დინამო ბათუმთან დაკავშირებული და პირველი სამი ადამიანი, რომელიც თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხებს სწორად, მიიღებს საჩუქრად ბურთს და დინამო ბათუმის შარფს. შესაბამისად, კითხვაც შეეხება დინამო ბათუმს და მინდა დაასახელოს მაყურებელმა დინამო ბათუმის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი. ძალიან კარგი. წარმატებებს უსურვებ მაყურებელს. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის და როგორც ყველა სტუმარს ვეუბნები თქვენს ასევე რა თქმა უნდა რომ დიდი იმედი მაქვს რომ კიდევ ხშირად მოგვეცემა შესაძლებლობა თქვენთანაც და სხვა ასე ვთქვათ დინამო ბათუმის მენეჯმენტის წარმომადგენლებთან გასაუბრების ყველა ეტაპზე საინტერესო იქნება ნამდვილად. ჩვენგან ამის პრობლემა არ იქნება. მადლობა. თქვენს წარმატებებს გისურვებთ.